მადლობა. ჩვენ დავბრუნდით პირდაპირ ეთერში ჩვენი სტუმარია დავით უსუფაშვილი წარმოადგენს შენების მოძრაობას. ბატონ დავით, ეს შეხვედრა თქვენს მიმართაც ხომ არ იყო მხარდაჭერის გამოხატულება, როგორც პოლიტიკოსის მიმართ, იმიტომ რომ თქვენ არ ახართ საპარლამენტო ოპოზიცია, თქვენ არ გაქვთ რაღაც მძლავრი პოლიტიკური ძალა, ჯერ პარლამენტს გარეთ შექმნილი და თქვენ მოხვდით ჩამონაცვალში პოლიტიკოსებისა, რომელსაც შეხვდა მაიკ პენსი, იმიტომ რომ იქ არ იყვნენ მაგალითად კიდევ სხვა საპარლამენტო პოლიტიკური ძალები, ანუ ძალიან ესეთი სკრუპულოზურად შერჩეული შემადგენლობა იყო და ამ შერჩევის კრიტერიუმზეც რას გვეტყვით, ვიდრე შეხვედრაზე გადავიდოდით. მოგესალმებით. პირველ რიგში ეს არის ვიზიტი საქართველოსთვის, ეს იყო შეხვედრა საქართველოსთვის. ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატების მჭიდრო პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე და ყოველი ჩემი სიტყვა და ყოველი, არ ვიცი, ფრაზა ეძღვნებოდა ჩვენი ქვეყნის მომავალ უკეთეს უსაფრთხოებას და კეთილდღეობას. რაც შეეხება მოწვეულ პოლიტიკოსებს ამ შეხვედრაზე ქართული მხრიდან, ეს ცხადია იყო მთლიანად ამერიკული მხარის გადაწყვეტილება და გადასაწყვეტი. მე ვერაფერს გეტყვით, ვინ რატომ იყო მოწვეული, სხვები ან ვინ რატომ არ იყო მოწვეული. მე სრულიად ცალსახად შემიძლია გითხრათ, რატო ვიყავი მიწვეული მე. რა თქმა უნდა, ეს იყო ჯერ კიდევ ფორმირების პროცესში მყოფი შენების მოძრაობის პოლიტიკური მომავლის პერსპექტივის სათანადოდ შეფასება და დაფასება და იმის ძალიან კარგი გააზრება ამერიკელი კოლეგების მხრიდან, რომ დიახ შენების მოძრაობის წარმატებასაც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის მომავალი დემოკრატიის თვალსაზრისითაც, ევროინტეგრაციის თვალსაზრისითაც და ყველა მიმართულებით. ეს უფრო მაინც თქვენს მიმართ პერსონალური სიმპათიის და მხარდაჭერის ხაზგასმა, როგორც პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, როგორც რაღაც მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურის თავად ამ შეხვედრას, ასე ვთქვათ, სათაურად ერქვა, ეს იყო პოლიტიკურ ოპოზიციასთან შეხვედრა. მე არ ყოფილი ვარ არც ექსპერტის რანგში, არც რაიმე წარსული დამსახურებების დაფასების რანგში. აქ იყო მსჯელობა მომავალზე და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი უკავშირდებოდა და უკავშირდება შენების მოძრაობის მომავალს და ამას ხედავენ ჩვენი კოლეგები, ამას ხედავს ქართული ხალხიც. ამასობაში ჩვენ გვაქვს პოლიტიკური მოცემულობა, ქართული ოცნება მოცემულობა ხელისუფლებაში, ნაციონალური მოძრაობა მოცემულობა საპარლამენტო ოპოზიციის სახით, შენების მოძრაობა ესაა მომავალი ამ ქვეყნის სხვა ძალებთან ერთად. ამიტომ ჩვენი უცხოელი კოლეგები ერთი მხრივ ითვალისწინებენ მოცემულობებს, რაც არის დღეს ქვეყანაში, მეორე მხრივ ძალიან სერიოზულ ანგარიშს უწევენ მომავალს. გასაგებია. მთავარი, ეს თქვით, თემები ამ შეხვედრაზე ბატონმა შალვამ ისაუბრა, შალვა შავგულძე იყო ჩვენი წინა სტუმარი, საკითხებზე, რომელიც მისი მხრიდან დაისვა. საკითხები, რომელიც თქვენი მხრიდან დაისვა და საჯარო განცხადებებმა არ დატოვა შთაბეჭდილება, რომ ის რაღაცით შიდა პროცესების, ესე ვთქვათ, შიდა პროცესებზე რამე კრიტიკული გზავნილის გაჟღერებით იყო დაინტერესებული. მისი, ეს ვთქვათ, საჯარო გამოსვლა თავიდან ბოლომდე საგარეო თემატიკაზე იყო აწყობილი. რა ხდებოდა დახურულ კარს მიღმა თქვენთან შეხვედრაზე? პირველ რიგში ბატონი ვიცე-პრეზიდენტის საჯარო განცხადებები, ის რაც მან განაცხადა ტრიბუნიდან საჯაროდ, ეს იყო უკიდურესად სასარგებლო, სწორი, მიზანმიმართული და საქართველოს ინტერესების სრული გათვალისწინებით გაკეთებული გზავნილები. ჩვენ უნდა შევიდეთ, ასე ვთქვათ, სახელმწიფოებრიობის იმ ეტაპზე, როდესაც ასეთ ვითარებებში ჩვენ ყველანი, ოპოზიცია და პოზიცია, მოქალაქეები, რაც არ უნდა შიდა განსხვავებები გქონდეს და შიდა პრობლემები გქონდეს, პირველ რიგში უნდა წარმოვადგენდეთ ჩვენ სახელმწიფოს, ჩვენს ქვეყანას, მისი ინტერესებიდან უნდა გამოდიოდეთ საერთაშორისო ურთიერთობებში და მეორე საკითხებია შიდა ამბები. ამიტომ ის რაც ვიცე-პრეზიდენტმა საჯაროდ თქვა, მე ვთვლი, რომ სწორედ ეს იყო მნიშვნელოვანი ქართველი ხალხის დასარწმუნებლად, რომ ჩვენ არ ვართ რაიმე თვალსაზრისით, ასე ვთქვათ, მეორე პლანზე გადაწეული უკრაინაში რომ ეს მოვლენები ვითარდება, რომელზეც მეტია საუბარი გარეთ, ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოს ვინმეს დაავიწყდა. ან სხვა მიმართულებით, აგერ სამხრეთ კორეა, ჩრდილოეთ კორეა დაძაბული ვითარებებია, ეს არ ნიშნავს, რომ ფედერაციასთანაც ეხლა დიპლომატიური სკანდალის ცდელობები, ხან ესე ვთქვათ, თანამშრომლობისკენ სწრაფვა, ხან გაციება ურთიერთობების, ეს ყველაფერი ხდება, მაგრამ აი ამ ყველაფერში საქართველოსა და შეერთებული შტატების
სტრატეგიული პარტნიორობა და თანამშრომლობა არის მოცემულობა მუდმივა. ეს იყო ეს ვიზიტი იყო საგარეო, ეს ვიზიტი არის საგარეო მოხმარების. ეს ვიზიტი არის მე ვიტყოდი ევრაზიული კონტექსტის, ვინაიდან ქვეყნების შერჩეული შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის მხრიდან ესტონეთი, საქართველო, მონტენეგრო, ეს არის ევრაზიული კონტექსტის შემცველი. ერთი მხრივ, ეს არის მხარდაჭერა პატარა მოცულობით, მოსახლეობით, ეკონომიკებით, სამხედრო ძლიერებით, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნების აღმოსავლეთ ევროპის სარტყელში და ძალიან მკაფიო მინიშნება იმის თაობაზე, რომ შეერთებული შტატები ამ სივრცეს განიხილავს არა ბუფერულ ზონად, სადაც ერთ მხარეს კარგი ცხოვრება ევროპაში, მეორე მხარეს ცუდი ცხოვრება რუსეთში და აი აქ შუაში რა იქნება, ამაზე არ ზრუნავენ. ეს ასე არ არის აღმოსავლეთ ევროპის და პატარა და მტკიცე პოზიციების მქონე სახელმწიფოების ხარდაჭერა ერთი, მეორე რუსეთისთვის ძალიან სერიოზული გზავნილი, რომ შეერთებული შტატები ერთი მხრივ ნატოს კონტექსტში, მეხუთე მუხლის კონტექსტში ძალიან მკაფიო პოზიციას აცხადებს, რომ ნებისმიერ ნატოს წევრ ქვეყანას ის მყისიერ სამხედრო დახმარებას აღმოუჩენს სამხედრო პრობლემების დროს და ამასობაში გზავნილი იმისა, რომ საქართველო de facto პრაქტიკულად ამავე ჭრილში განიხილება. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს იყო გზავნილი, მე ვიტყოდი, ეგრეთ წოდებული ძველი ევროპის თუ ძველი დასავლეთ ევროპის ქვეყნების მიმართაც, რომ შეერთებული შტატები აი ამ კიდევ მეორე ეკონომიკით თუ სხვა თვალსაზრისით მომცრო და პატარა ქვეყნებს, მაგრამ ძლიერ პოლიტიკურ მოთამაშეებად განიხილავს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ევრაზიული კონტინენტის მიმავალი პროცესებისთვის. რაც შეეხება საშინაო საკითხებს, რა თქმა უნდა, ამაზე გვქონდა ჩვენ. ეს უკვე არის თემა, რომელიც მხოლოდ რამდენიმე ლიდერმა იცით და თქვენი მონაყოლიდან ვიცით ჩვენ, ანუ ეს არის დახურულ კარს მიღმა დატოვებული, ასე ვთქვათ, თემა. დიახ, თუმცა იქ მყოფი პირები, ვინც ვესწრებოდით ამ შეხვედრას, მაინც არ გამოვირჩევით ერთხმიანობით ყველა საკითხზე, ანუ იმას, რასაც მე ვსაუბრობ თუ სხვა საუბრობს, ბატონი შალვა საუბრობდა, ამას ვსაუბრობთ სიმართლეს და სიმართლე კი ასეთია, რომ დიახ, ჩვენ დაახლოებით, არ ვიცი, ნახევარი ჯამში შეხვედრის დაეთმო ქვეყნის თემებს და პრობლემებს, მეორე ნახევარი რეგიონის გლობალურ უსაფრთხოების თემებს. ამ კონტექსტში მაგალითად ქვეყნის საშინაო საკითხებზე მე მქონდა ძალიან სერიოზული ხაზგასმა იმაზე, რომ საქართველოს სჭირდება მეტი ეკონომიკური დახმარება ჩვენი ძლიერი პარტნიორების მხრიდან, ვინაიდან თუ საქართველო ეკონომიკურად არ გაძლიერდა, თუ ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობის დონემ არ აიწია, მაშინ ჩვენ ვერც საკუთარი პატრონობას შევძლებთ და ვერც იმ ფუნქციის შესრულებას, რასაც თავისუფალი დემოკრატიული სამყარო საქართველოში ხედავს. ეს საშინაო თემების ერთი ნაწილი იყო. ეს ეკონომიკაც ისეთი თემაა, რომელზეც თავრობებს არ უჭირთ ლაპარაკი ამ პარტნიორებთან, ანუ თქვენ ის თემები, რომელზეც მაგალითად გიორგი კვირიკაშვილი არ დაელაპარაკებოდა მაიკ პენს. მივდივარ ქალბატონ დიანა მაგამბებამდე, მაგრამ მე მინდა რომ მოსახლეობამაც ეს ძალიან კარგად იცოდეს და ყველამ, ვინც არ ვიცი, შენების მოძრაობას თუ ჩვენს გზას ასე ვთქვათ, უყურებს ინტერესით, რომ ჩვენ ასეთ შეხვედრებს ვიყენებთ არა მხოლოდ შიდა პოლიტიკური საკითხების მოსაგვარებლად, არამედ პირველ რიგში საქართველოს ინტერესებისთვის. ამიტომ დიახ, ეკონომიკურ საკითხებზე ოპოზიციის მხრიდან საუბარი ეს არის სწორი, ისევე როგორც უსაფრთხოების საკითხებზე. რაც შეეხება დემოკრატიის თემებს და დემოკრატიული სტანდარტების თემებს. მე მოვახსენე ბატონ ვიცე-პრეზიდენტს, რომ საქართველოში ჩვენ გვაქვს სერიოზული პრობლემები ამასთან დაკავშირებით. ამასობაში ისიც უთხარი, რომ საქართველოს ჰქონდა კიდევ უფრო სერიოზული პრობლემები რამოდენიმე წლის წინ და 2012 წლის ცვლილება მოხდა იმისთვის, რომ ჩვენ ის პრობლემები დაგვეძლია და არა მხოლოდ შეგვემცირებინა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მომავალი პოლიტიკური ცხოვრებისთვის დემოკრატიული სტანდარტების ამაღლება. მე მას მოვახსენე იმის თაობაზე, რომ დღეს პოლიტიკურ სივრცეში ძალიან წვავე თემაა საკონსტიტუციო პროცესი და კონსტიტუცია უნდა იყოს ფართო კონსენსუსით მიღებული და აი ეს უნდა გაიაზროს ყველა ხელისუფლებამ. მე მას მოვახსენე, რომ ამ ქვეყანაში სამწუხაროდ კვლავ მძლავრობს ერთპარტიული მისწრაფებები იმაზე, რომ მონოპოლია ჭეშმარიტებაზე და ასე ვთქვათ სხვა გადაწყვეტილებების მიღებაზე. მე მას მოვახსენე, რომ ამასობაში არის ძალიან მარტივი გამოსავალი პოლიტიკური
პოლიტიკური პროცესის გასაჯანსაღებლად, კონსოლიდაციისთვის დემოკრატიის. ესაა კონკრეტულად საარჩევნო სისტემა, რომელიც შარშან ამ დროის მდგომარეობით ორ სხვადასხვა დოკუმენტში ოპოზიციიდან შემოსული, კოალიციიდან დადებული, პარლამენტში განხილულია და მიყვანილია კენჭისყრამდე. ჩვენ ვუთხარით, რომ ეს აუცილებლად გადასადგმელი ნაბიჯია იმისთვის, რომ ქვეყანა წინ და სწორი მიმართულებით განვითარდეს. იყო საუბარი მედიის თემებზე, იყო საუბარი მედია მონოპოლიზაციის და ამ პროცესში არსებულ პრობლემებზე, ქონდა საუბარი მიუღებლად ჭარბ როლზე ძალოვანი სტრუქტურების და უშიშროების სამსახურის პოლიტიკურ პროცესებში. აი შავგულიძე ამბობს, რომ არაფორმალური გავლენებზე და ინსტიტუტების წინაშე არსებულ პრობლემებზეც დაიცვა მისი მხრიდან საუბარი. ზუსტად ამ კონტექსტში, როდესაც საუბრობდით იმაზე, რომ ზოგადად ერთპარტიული მისწრაფებები შესაძლოა სხვაგანაც შეინიშნება და ამით სხვა დემოკრატიული ქვეყნები სამწუხაროდ ბოლო ხანებში რაღაცნაირად ჩვენს გზას დაადგნენ სამწუხაროდ. აი ეს აღნიშნეთ სწორედ, რომ ქვეყანაში სადაც დემოკრატიული ინსტიტუტები არის ესოდენ სუსტი და ინსტიტუტები არ მყარდება, სასამართლო იქნება ეს თუ მედია თუ ოპოზიციის როლი და ფუნქცია საზოგადოებაში, მაშინ არაფორმალური მმართველობას და ყველა სხვა პრობლემა კიდევ უფრო მძაფრად წარმოჩინდება. ეს რა პასუხი მიიღეთ მისგან? ცნობად მიიღო? ცნობად არ მიიღო და არც შტაბ-ბიჭდება დამრჩა, რომ ჩვენგან პირველად მოისმინა ეს საკითხები, იმიტომ რომ ეს სისტემებია, რომლის თაობაზეც ყველა სტუმართან კონგრესმენი იქნება ეს თუ საელჩოს წარმომადგენელი, ჩვენ მუდმივად საუბრობთ. მისი პოზიცია იყო ასეთი: დიახ, საქართველოს სჭირდება მეტი ძალისხმევა იმისთვის, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეძლოს მეტი დახმარება. მაგალითად, ეკონომიკის საკითხებზე როცა ვესაუბრებოდი და მოქალაქეთა მატერიალური და არის ყოველდღიური ცხოვრების კეთილდღეობის დონის ამაღლებაში დახმარებაზე, მან პირდაპირ გააკეთა. ძალიან პირდაპირ. აი ხო, აქამდე რასაც ვსაუბრობდით დემოკრატიული სტანდარტების პრობლემებზე, გასაღები იქაა. ქვეყანა იქნება მეტად დემოკრატიული და მეტად სტაბილური და მეტად პოლიტიკურად პლურალისტული, მეტი იქნება ბიზნეს ინტერესები ამ ქვეყნისადმი. ანუ ეს ორი თემა მან ძალიან კაფიოდ და პირდაპირ დაუკავშირა ერთმანეთს. ამის მიღმა იყო თუ არა მისი მხრიდან რაიმე რაც შეგიძლიათ ჩვენს აუდიტორიას მოუყვეთ რამე საინტერესო აი თავად როგორ შეაფასა ვიზიტი გუშინ წინა დღის შეხვედრა პრემიერთან კიდევ რამე საინტერესო რაზეც შეგიძლიათ ჩვენი აუდიტორია პირველ რიგში ბატონი ვიცე პრეზიდენტი ძალიან ისე ენთუზიაზმით გამოეხმაურა ჩემს შეთავაზებას რომ მე მას მივმართე რომ მე ვიცი რომ თქვენი ადმინისტრაციის თავარი საარჩევნო სლოგანი იყო ამერიკა პირველ რიგში America First მოთხარით თუ თქვენ მზად ხართ რომ მაგ ფრაზას დაამატოთ მეორე ფრაზა Georgia Next ანუ America First Georgia Next ანუ ამერიკა პირველი საქართველო იქვე შემდეგი მაშინ ჩვენ მზად ვართ საპასუხო ფორმულით ვიმუშაოთ მომავალში Georgia First საქართველო პირველ რიგში America Next მომდევნო ამერიკის შეერთებული შტატები. ანუ მე ამით მივანიშნე ორ ქვეყანას შორის თავთავის ინტერესებიდან გამომდინარე უმჭიდროეს შესაძლო 탄ამშრომლობაზე. და მან ასე ვთქვათ ძალიან ენთუზიაზმით ბრძანა რომ კი სწორია ესაა ის მიდგომა რომელთაც შეერთებული შტატები უყურებს საქართველოს როგორც გრძელვადიან პარტნიორს. ახლა სხვა ისეთი ყველა დეტალზე საუბარი შეიძლება არ ღირდეს ერთი ნაწილი თემების ეს არის უფრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები რამოდენიმე კონკრეტული მოსაზრება თქვათ ოკუპაციასთან დაკავშირებით შესაძლო მოვლენების შესაძლო განვითარება რუსეთთან ურთიერთობაში მე არ ვარ უფლებამოსილი ძალიან დეტალებში ჩავიდე მეორე წება საკითხების ეს უფრო რაღაც სოციალიზაციის თუ არ ვიცი არაფორმალური ნაწილია ხოლმე ასეთი შეხვედრების დროს მაგალითად მინდა გითხრათ რომ იყო ასე ვთქვათ სასიამოვნოდ შეწუხებული გუშინდელი ვახშმით რომ ესე იგი შესაძლოა რამოდენიმე დღე აღარც კი ვიფიქრო ვახშამზეო ну ეს არ არის ამ საკითხში არ არის ორიგინალური ბატონი ვიცე-პრეზიდენტი ზოგადად საქართველოს სტუმრებს სულ ეს პრობლემა აქვთ ხოლმე რომ ესე იგი ვერ ელევიან სხვადასხვა ტიპის კერძების გასინჯოს ცდუნებას და ვერ ბოლოში ამაზე მოთქმამენ ხოლმე მაგრამ მე არ ვიქნები წინააღმდეგი თუ ეს ასე გაგრძელდება და ჩვენი სტუმრები ამ საკითხში იქნებიან უკმაყოფილო. გამოგიტყდათ მოკლედ რომ ვახშმით იყო მოხიბლული.
კი ბატონო. კარგი. და არა მხოლოდ ვახშმით, რა თქმა უნდა, დახვედრა და საქართველოს ხელისუფლების მასპინძლობით და ზოგადად შეერთებული შტატების წარმომადგენელი ამ შემთხვევაში პრაქტიკულად ერთ-ერთი უმაღლესი ასეთ ვითარებებში ასე ვთქვათ დიდ ყურადღებას აქცევს ყველა ნიუანსს, იმიტომ რომ ყველა ქვეყანაში არ ხდება ასე, რომ ოპოზიციური სპექტრის უდიდესი ნაწილი თუ ხელისუფლება თავად არის ესოდენ მონდომებული ამ ქვეყანასთან გრძელვადიან ურთიერთობებზე. ჩვენ ეს ყველაფერი უნდა გამოვიყენოთ საჩვენოდ. ეს ვიზიტი, რომელმაც დაგვანახა შეერთებული შტატების მზარდი ინტერესი და მზარდი მზაობა საქართველოსთან პარტნიორული ურთიერთობის, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვეძლევა შანსი. ამ შანსს ამერიკის შეერთებული შტატები არ და ვერ გამოიყენებს საჩვენოდ მხოლოდ. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს საჩვენოდ და ამ თვალსაზრისითაა მნიშვნელოვანი ის, რომ ის საკითხები, რომელზეც მე დარწმუნებული ვარ, ვიცე-პრეზიდენტს ჰქონდა საუბარი, ასე ვთქვათ, არასაჯარო სივრცეში ხელისუფლების წარმომადგენლებთანაც ოპოზიციის საკითხებზე თუ პოლიტიკური თავისუფლებების საკითხებზე, ძალიან ფუნდამენტურ საკითხებზე მომავალი მჭიდრო თანამშრომლობის, ეს განიხილება როგორც მეგობართა წრეში განხილული საკითხები. და ჩვენ არ უნდა გქონდეს ხოლმე ის მოლოდინი და არც არის ეს სწორი თუ რომელიმე ლიდერი რომელიმე ქვეყნიდან ჩამოვა და საჯაროდ ვინმეს თიც დაუქნევს რომ ასე კი არა ასე უნდა აკეთებდე. ეს ასე არ ხდება, არც იქნება სწორი. რა ფორმატში და სადაც ეს თემები წამოსაწევია, იქ წამოწეული იყო ჩვენ შეხვედრაზე და დარწმუნებული ვარ სხვაგანაც იქნებოდა ამაზე. ჯერათ რომ აქ მიღებულ მესიჯებს ის პრემიერთან შეხვედრის დროს ასე ვთქვათ დღის წესრიგში მოახვედრებდა. იცით, კიდევ ერთს ვიტყვი მაშინ, ცოტა გადაგვიცდა ალბათ რომ მაინც ხაზი მინდა გაუსვა, რომ ასეთი შეხვედრების მყისიერი შედეგები უცებ არ არის ხოლმე ესე ვთქვათ ნათელი და ცნობილი. შედეგები იმის თაობაზე დემოკრატიული სტანდარტების საკითხში მან რა დაინახა, რა მოისმინა, რა დაიჯერა, რა კიდევ უფრო უკეთ გაიაზრა, თუ უსაფრთხოების თემებზე, მე მაგალითად საუბრობდი იმაზე, რომ ნატოსთან ურთიერთობის საკითხში, რადგან მცირედი შეყოვნებაა გაწევრიანების, მაშინ ეს უნდა კომპენსირება მოხდეს საქართველოს ამერიკას შორის, ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობის, კიდევ უფრო მჭიდრო სამხედრო თავდაცვის თვალსაზრისით, ხო? ეხლა ამ საკითხზე, რაც არ უნდა, ასე ვთქვათ, უფრო პოზიტიურად ყოფილიყო განწყობილი, ის ვერ გვეტყოდა კონკრეტულ საკითხებს. ისევე როგორც სხვა თემებზე, იმიტომ რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში წარმოდგენილია ბევრი ინსტიტუტით, ბევრი ორგანიზაციით, ბევრი ადამიანით და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ხალხი ერთი მხრივ იქნებიან უფრო მეტად მოტივირებული, რომ კიდე მეტი გზები გამოვძებნოთ ორხრივად ხელსაყრელი ურთიერთობების და აქცენტებიც გაკეთდება იმ თემებზე, რომელზეც მოგახსენეთ. დიდი მადლობა დავით უსუფაშვილს, რომელიც დღეს ესწრებოდა 4 ოპოზიციონერი ლიდერის შეხვედრას ამერიკის ვიცე-პრეზიდენტთან. ჩვენ ერთმანეთს 4 საათზე შეხვდებით დროებით. ალბათ სასიამოვნოა ისევ სახლში რომ აღმოჩნდით, სერ.